გამარჯობა, მე ვარ გიორგი ჩიმაკაძე, ვარ იმპლანტოლოგი, ქირურგი, ორთოპედი, მუშაობ კოპალდენში, ამ პროფესიით დაკავებული ვარ უკვე 19 წელიწადია. Stilo პაციენტს მიუდგე არა როგორც შემოსავლის წყალს, არამედ როგორც ადამიანს პირველ რიგში. ეს მეხმარება უფრო ადვილად შევიდე მის მდგომარეობაში, იმიტომ რომ პაციენტი რომ მოდის, შენთან ისედაც დაკომპლექსებული მოდის თავის გასაჭირით. ალბათ პირველ რიგში ვცდილობ რომ მოусმინო, კარგად მოусმინო. შეიძლება სულ არ ეხებოდეს სტომატოლოგიურ დაავადებას ან მის ამჟამინდელ, მაგრამ რაღაც თავის ცხოვრებისეულ ნაწილსაც რომ მოგიყვება და აი ამაში მოусმენ და გაიგებ მის აზრს, ბევრად გეხმარება მე კომუნიკაციის სასაწყობად. ძალიან ბევრი. ალბათ წინა წელს რო არ თქვა წინა წლებთან ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ალბათ წინა წელს 2000 ცალი გვირგვინი მაინც გაკეთებული, სულ მცირე. მე დავამთავრე გრიგორ ობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, გავიარე სარეზიდენტურო ბაზა როიალ დენტში, პლატონ მამუკა მარგველაშვილთან. 2007-ში ავიღე ლიცენზია ორთოპედიურ სტომატოლოგიაში. განსხვავება ორთოპედიასა და ქირურგიას შორის ალბათ ეს არის, რომ ორთოპედია მოიცავს სულ სხვა სფეროს, განსხვავებით ქირურგიისგან. ქირურგია არის გადაუდებელი ამ შემთხვევაში, როდესაც ტარდება რაღაც მანიპულაციები, ჩარევები, როდესაც გჭირდება პაციენტის ჯანმრთელობა დაუყოვნებლივ გამოვაჯანმრთელოთ. ამავდროულად შემდგომ პროცედურებისათვის, როდესაც ვამზადებთ გარკვეული კონსტრუქციებისათვის. ორთოპედია უფრო გავს შემოქმედებას. ჩვენ კლინიკაში ძირითადად ვიყენებთ როგორც იმპლანტოლოგიური განხრით, ქირურგიული განხრით ყველა თანამედროვე აპარატურას, ეს იქნება პიეზოს აპარატი, იმპლანტის დისპენსერი, შესაბამისად ორთოპედიაშიც გვაქვს სკანირებით, პირისგულ სკანირებით კონსტრუქციების გაკეთება. ეს გარკვეულწილად საშუალებას გვაძლევს მარტივად და სწრაფად და ხარისხიანად მოვახდინოთ პაციენტის კურნალობა. იმპლანტაცია ალბათ არის ყველაზე ბოლო ეტაპი, როდესაც ხდება პაციენტის კურნალობა. ჩვენ პირველ რიგში მაქსიმალურად ვცდილობთ ხოლმე არსებული კბილების შენარჩუნებას. თუ არსებული კბილების არ გამოდის კონსტრუქციის გამართვა, მაშინ ხდება უკვე საბოლოო შეთავაზება იმპლანტაციის. ურჩევ რომ პაციენტებს მაქსიმალურად შეინარჩუნონ თავიანთი კბილები. თუ არის საშუალო, თუნდაც რაღაც პერიოდის განმავლობაში და არ ჩაანაცვლონ ყოველთვის ხელოვნური ფესვებით, იმპლანტის სახით.